გადაცემა მონატრების ფერების გადამღები ჯგუფი ახლა იმყოფება წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიასთან მდებარე სილამაზის სალონში Beauty House. Აი ასე დაარქვეს დაფუძნებლება, რომელსაც სულ ცოტა ხანში გადაცნობთ, მანამდე კი გეტყვით, რომ მე და მაიკო ასათიანი მოვედით აქ, რათა კიდევ ერთხელ მოფერებოდა მაია ასათიანი საკუთარ მაყურებელს, საკუთარ მკითხველს. მან ბევრი ავტოგრაფი დაარიგა აქ ქალბატონ ირინა ქობულაძესა და ნონა აივაზაშვილის სალონში სახელწოდებით Beauty House. და დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრები არიან აღნიშნული სალონის ხელმძღვანელები და დამფუძნებლები ქალბატონი ირინა ქობულაძე და ქალბატონი ნონა აივაზაშვილი. სამშვიდობისა გოგოებო, მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას, რადგან როგორც ვიცი, თვითონ ქართველები გრანტს გაქვთ აქ გარკვეული დრო, რომ საკუთარი პრობლემები მალე მოაგვაროთ და დაბრუნდეთ საქართველოში და ასევე იზრუნოთ ადამიანების გალამაზებაზე და აი ამ დროს მე გართმევთ აი ახლა რატომ უფრო ცლად მოვყვეთ ჩვენს ტელემაყურებელს. მადლობას მეგიხდით, რომ მობრძანდით ჩვენთან და ცოტათი მაინც ემიგრანტებს ეს ყურადღება, ეს დრო, რა თქმა უნდა, ჩვენც გვითმობთ, როგორც ჩვენ, ასევე თქვენც. და ეს ყველაფერი პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებს. თქვენ ასე ქალბატონ ნონა. ქალბატონ ნონას მოკლედ როგორც ვიცი, არ უყვარს ძალიან ბევრი საუბარი და ქალბატონ ნონას სასაუბროსაც იტყვის ქალბატონი ირინა. გოგოებო, სანამ იქნებოდა Beauty House-ი, ემიგრანტის რთული გზა გამოიარეთ და უბრუნდეთ წარსულში. რამქათა გაწყვეტინათ, რომ თქვენც გახვეულიყავით ემიგრანტის მარტიაში და საკუთარი თავისთვისაც გეწოდებინათ სიტყვა ემიგრანტი. ყველა მიცით, რომ 90 წლები რა რთული წლები იყო საქართველოში და არ მინდა ცლად თქვა ეს ყველაფერი, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რა თქმა უნდა ოჯახი, რა თქმა უნდა შვილები. ვის გაუმხილეთ ქალბატონო ირინა პირველად, რომ დგამდით ამ სერიოზულ ნაბიჯს? პირველ რიგში დედას. იმიტომ რომ ჩემი შვილები იყო პატარები და რა თქმა უნდა შვილებს ვერ დატოვებ ისე თუ არ აყავთ ვინმე ვინც ყურადღებას მიაქცევს შენ შვილებს შენი გარყოფნაში. ეს გადაწყვეტილება რთული იყო რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა მიმეღო, იმიტომ რომ როცა დედა ხარ და შვილები გყავს და ხედავ რომ ქვეყანაში არის ეს რთული სიტუაცია, ღებულობ მაშინ გადაწყვეტილებას რომ შენი შვილების გულისთვის აკეთებ ყველაფერს და დგამი ნაბიჯს რომ დატოვო ყველაფერი და წახვიდე უცხო ქვეყანაში სრულიად არ იცი არაფერი, ენა, გზა, კვალი, არ იცნობ არავის. გაიხსენეთ ის დღე, როდესაც თქვენ ტოვებთ სამშობლოს. ვინ გამოგაცილათ ემიგრაციაში? ემიგრაციაში არავინმა გამომაცილა და რატომ? იმიტომ რომ დამყავდა ახალი გარდაცვლილი 40 დღე არ იყო გასული და ყველანი იყო სასაფლაოზე, ჩემი სასაფლაოზე. ეს იყო 31 იანვარი. მე მარტო წამოვედი. ჩავჭიქით ავტობუსში. ჩავჭიქე როგორ ავტობუსში. იწყება შემდგომ გზა, ის სამდღიანი გზა, რომელსაც თითოეული ქართველი ემიგრანტი გადის სანამ ჩამოვიდოდა საბერძნეთში? ვერ დავარქმევ სამდღიან გზას, ვინაიდან ჩემი გზა გაგრძელდა 6 თვე. გადაკვეთეთ საქართველოს-თურქეთის საზღვარი. გადავკვეთეთ თურქეთის საზღვარი. აი შემდგომ იწყება პრობლემები და რა პრობლემებია? შემდეგ იწყება პრობლემები, იმედგაცრუება, ადამიანების ნამდვილი სახის დანახვა, რომ ჯერ ეს რა თქმა უნდა, როგორც ყველა, რომ ბულგარეთით უნდა წამოსულიყავით, უნდა წამოსულიყავით ვიზებით, უნდა წამოსულიყავით კომფორტულად, მაგრამ რეალობას რომ შევხედეთ, ეს ასე არ იყო. იქ დაიწყო, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთი. უფრო მეტი ჯოჯოხეთში საუბარია ის, რომ დაგვიჭირეს უპატრონოდ. იქიდან რამოდენიმე ხანი, მარტო მე არ ვიყავი, იქ იყო 10 ქალი. 10 ქართველი ქალბატონი. მოკლედ რომ თქვათ, ძალიან ბევრი ნერვიულობა, წვალება გადმოგვიშვეს
თურქეთის საზღვარზე, უკან და იქ თურქეთში უპატრონოდ. ისევ ჩემი წვალებით, ისევ ჩემი გაკითხვით, გამოკითხვით გავიკვლე გზა და ვნახე ადამიანი, ვინც მე ჩამომიყვანდა საბერძნეთში. ვისაც კი დახმარება ვთხოვე საბერძნეთში, ყველამ ვარი თქვა და ამბობდნენ, იცი რატომ? იმიტომ რომ ერთმა გადაგაგდო და გადაიხადე თანხა. ეხლაც რო ისე მოხდეს, აქ რო ვერ ჩამოხვიდე, მე ამ ფულს საიდან გაისტუმრებთ? მესმის ადამიანებს, იმიტომ რომ ყველას თავის პრობლემა ქონდა, ყველა თავის პრობლემით იყო წამოსული, ყველას თავის მისია ქონდა და ვერავის ვერ დააძალებდი, რომ ეს უნდა გაიკეთებია, მაგრამ არ ვიცი რა, ბევრი წვალებით მე ეს მოახერხე და ნახე ადამიანი, რომელმაც მომეხმარა. მენდო ადამიანი, რომელიც ჩამოსული იყო თურქეთში, რომ რაღაცა უნდა წაეღო გასაყიდები, არ ვიცი რა როგორ. და უნდა დაბრუნებულიყო 60 დღეში. მე მან ეს თანხა მათხოვა, რომ ოღონდ ჩამოსულიყავი ათენამდე. დათენში ქალბატონო ირინა გელოდებოდათ ვინმე, ვისი მედად მოდიოდი? მელოდებოდა ნათესავები 2-3 ადამიანი იყო, მელოდებოდნენ რა თქმა უნდა, დამხვდნენ ყურადღება მომაქციეს, სამსახურიც 2-3 დღეში სამსახურშიც შევედი. იმდენად გაუბედურებული ვიყავი ამ გზით, იანვარში წამოსული, ივლისში ჩამოვედი საბერძნეთში. ცოტა ხანძლივი პერიოდია. ხანძლივი პერიოდი არის კი და ეს პერიოდი ყველანი 10-ვე მანდილოსანი მიც ვიყავით, ყველანი მივედით სასტუმროში, ერთ-ერთ სასტუმროში არც მახსოვს კი ეს 25 წელი არის გასული თითქმის მის შემდეგ იქ სასტუმროში თავისთავად ჩამოგვართეს პასპორტები, თავისთავად იქ თანხა ყველა ვინ გაგაჩერებს. და ვცდილობდი რომ ჩემ ოჯახს განვეეგზავნა თანხა, რომ მე იქ სასტუმროს ფული გადამეხა და საჭმელი რაღაც მცირედი რაც შემეძლო გვეჭამა, ნუ ერთი სიტყვით რომ როგორმე ჩამომეღწია ათენამდე. ჩამოვედით ათენში, როგორც ჩამოვედით ათენში. 90-იანი წლები არ არსებობს, გარდა ხაზის ტელეფონი არ არსებობს, მობილური ტელეფონის სმარტფონები, WhatsApp-ები, არაფერი. ერთადერთი იყო წერილები, რითაც ვეხმიანებოდით ჩვენ ოჯახებს. და ამ წერილის აღების დროსაც წარმოგიდგენიათ, რიგი იყო 1 საათი და გარიყავი და ერთ-ერთი მანდილოსანი კითხულობდა სიას, წერილებს და აი როგორც ჯგუფში სკოლაში ხდება მასწავლებელი რომ რაღაცას კითხულობს და ხელის აწევით რომ პასუხოს მოსავლე. ესეთნაირი სიტუაცია იყო, წერილებს ვხებულობდით, კითხულობდით, იყო ძალიან ბევრი მონატრება, ტირილი და რა თქმა უნდა ჩვენც წერილებით პასუხობდით. თავიდან მუშაობდი მესაში, ესე ჩაკეტილ სივრცეში მუშაობდი. პირველი სამსახური ამაგწდება იყო სამბავშვთან მუშაობდი, არ ვიცოდი ენა, არ ვიცოდი არაფერი. ძალიან რთული იყო, ძალიან რთული პერიოდი გავიარე და წარმოგიდგენიათ, სულ დიეტაზე იყო ოჯახი და ბავშვები. საჭმელი იმდენად მენატრებოდა, წარმოიდგინეთ, როცა კვირა დღეს დასვენებაზე გამოვდიოდი, ვცდილობდი რომ პური და რაღაცა მეყი და წამეღო და აი ჩუმად რამდენჯერ მიჭამია საწოლში საჭმელი, რომ აი არ შეეხედათ, რომ მე ის ჩუმად მივიტანე და მე ის ჩუმად ვჭამე. ნუ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე რომ ვიყავ, აქედან გამომდინარე არ შემეძლო რომ ეს სამსახური დამეტოვებია, იმიტომ რომ ადამიანმა რომელმაც მე მენდოდა მათხოვა თანხა რომ მე ჩამოსულიყავი, მე მისთვის ის აუცილებლად უნდა დამებრუნებია, რაც შეიძლება მალე. აქედან გამომდინარე ეს გაგრძელდა 6 თვე. 6 თვე ვიმუშავე ჩაკეტილ სივრცეში. არ გაგიჭირდათ ქალბატონო? ძალიან. გამიჭირდა, იმიტომ რომ შვილები დავტოვე, გამიჭირდა ახალი გარდაცვლილი მყავდა და 24 წლის გოგო სისხლის გათეთრებით და ეს ყველაფერი ერთად იყო ჩემთვის. მაგრამ ჩემ თავს
ვეუბნებოდი, რომ მე ეს უნდა გამეკეთებინა. უკან დასახევი გზა არ მქონდა. რამდენი წელია რაც საბერძნეთში ხართ? 25 წელი. და ამ ხნის განმავლობაში პირველად ემიგრაციიდან რამდენ ხანში ბრუნდებით სამშობლოში? 10 წლის შემდეგ თუ არ ვცდები. ამ 10 წლის განმავლობაში საქართველოში არ ხართ დამყარი? არა. რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ჩემი შვილები მენატრებოდა ოჯახი, რა თქმა უნდა. როგორი ფერი აქვს მონატრებას? ჩემთვის მონატრებას ძალიან მუქი ფერები აქვს. თქვენთვის ქალბატონო თქვენ როდის ჩამოხვედით ათენში? მე 2008 წელს ჩამოვედი. და რამ გადაგაწყვეტინათ, რამ გადაგადგინდათ ეს ამბეჭერო თქვენც ემიგრაციის იმ დიდ არმიას შეერთებოდით, რომელიც სამწუხარო ძალიან ბევრი ყავს. მეც ასევე როგორც ირიდან თქვა, ოჯახის გულისთვის და შვილების გულისთვის. და რამდენი წელია რაც ემიგრაციაში ხართ? 18 წელი. და ამ ხნის განმავლობაში თქვენ ხართ გამყოფი სამშობლოში, საქართველოში. კი, რო ჩამოვედი 4 წელს. მე გავაკეთე სამთი და იმის მერე ყოველთვის დავდები. და აი თქვენ მითხარით ქალბატონო ირინა, პირველი შეხვედრა სამშობლოსთან 10 წლის შემდგომ. აიღეთ ბილეთი და მიდიხართ. რა ხდება? ეს პირველი შეხვედრაც რთული იყო ჩემთვის. და რატომ? იმიტომ რომ მე არ მქონდა საბუთები. არ იყო. არ იყო. რატომ? რამ გიბიძგათ? აი შვილი. შემეძინა პირველი შვილი და აუცილებლად მინდოდა რომ მე ჩემი შვილი მენახა. და პერიოდში მეორე ვაჟმაც იქორწინა. და სურვილი მქონდა რომ წასულიყავი, მენახა ბავშვები, მენახა გამეცნო რძლები ახლოს, შვილი და ისევ რთული გზა ავირჩიე. ისევ გადაპარვით წავედი. საბერძნეთიდან გაიპარე? კი, გავიპარე. რანაირად? ზუსტად ამ კითხვას მისვამდნენ გადმოსვლის დროს, რომ დამიჭირეს. აი, როგორ წახვედი, მეკითხებოდნენ. არსად არ ჩახარ, ავტობუსით არ წასულხარ, თვითმფრინავით არ წასულხარ, არ გადაფრენილ ხარ ბილეთი არ. აი, როგორ ჩიტი ხარ, რომ გადაფრენდი? მართლაც ასე იყო. გადაპარვით წავედი აქედან, საზღვრამდე ჩვეულებრივად საზღვარზე გადავიყარე, რომ კი, თვითონ კი მომეხმარე ძალიან ცხოვრებმა ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩემ მდგომარეობაში შედიოდნენ, აი ძალიან ნერვულობდი, ძალიან მინდოდა და ყველანაირად ეცადეს, რომ საზღვარზე მე ისე გავპარულიყავ, იმეს არ დავენახე და მოახერხე კიდევაც. ჩახვედით საქართველოში. ჩავედი, მოვისიყვარულე, ჩავედი და ხდება ხდებათ? ყველა, აი, შვილები, მეუღლე, შვილი ხელში, თიშვილები და აი როგორი სიტუაცია იყო, იცი, მარტო მე კი არ ვტიროდი, მთელი ავტობუსი ტიროდა. და ერთ თვეში ისევ გადმოპერვით წამოვედი, ისევ პრობლემებით, ისევ დამიჭირეს, ისევ და ისევ ეს იყო დაუსრულებელი სანამ საბუთები არ გავაკეთე. და არ ეძებეთ გამოსავალი სამშობლოში. იმდენად უკვე ჩემი ოჯახი გაიზარდა, რომ საქართველოში რაც არ უნდა მენახა, ის არ იყო საკმარისი ამ გაზრდილი ოჯახისთვის. რა გასწავლოთ ქალბატონო ირინა ემიგრაციამ? ემიგრაციამ ის მასწავლა და ეს გავიგე 25 წლის შემდეგ. გავიგე, რომ ყველა ერთნაირი არ არის. არსებობა ცუდი და კარგი. ემიგრაცია მასწავლა ის, რომ შენ თავს შენ თვითონ და შემოსახო არავის იმედი არ უნდა ქონდეს. რა წაგართვათ ემიგრაცია? ემიგრაციამ წამართვა შვილების მონატრება, შვილების მონატრება. გაიზარდა შვილები ისე, რომ მე მათ გვერდში არ ვიყავი და გაუცხოებული ვიყავით ერთმანეთში. და დღესდღეობით იზრდებიან შვილები, მე მათ გვერდში არა ვარ, უფროს შვილი 14 წლის არის. და ერთმანეთს ვცნობთ, აი როგორც ჩვეულებრივად ყველა ჩვენთაგანი.
თავადანო ნონა, როდის ჩნდება იდეა, რომ ართიენს უნდა შეემატოს კიდევ ერთი სილამაზის სალონი, beauty house-ი? მოუწესრიგებელი არ შემიძლია რომ გარეთ გავიდე. ყველანაირად უნდა ვიყო მოწესრიგებული და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ მე გამიკეთებია ჩემს სახალთან ერთად, ნონასთან ერთად გამიკეთებია პატარა სალონი, სადაც როგორც ჩვენ იქნებოდით მოწესრიგებულები და ლამაზები, ასე იქნებოდა რა თქმა უნდა ყველა მანდილოსანი. რატომ მაინც და მაინც მინდა პანტელეიმონის ეკლესიასთან ახლოს? ალბათ იქიდან გამომდინარე რომ აქ ვცხოვრობთ. და ეს გავაკეთეთ მე და ნონამ პანდემიის დროს, როცა ძალიან ბევრი სირთულეები იყო და ამ სირთულეებთან დაკავშირებით ჩვენ ეს შევწელით. ჩვენ პანდემია არ შეგვიშალა, ყველაფერი გავაკეთეთ კანონიერად, ასე არ იყო, ნონა, 2 თვეში ჩვენ სალონი უკვე გავხსენით. სახელი beauty house-ის მოქმედია. ეს beauty house-ის სახელი ნონას ყავს ბიჭი სტილისტი, რომელიც მოღვაწეობს და მუშაობს თბილისში და მისი სურვილი იყო, რომ ეს სახელი სახელი სამშობლოდან წამოვიდა. კი, სამშობლოდან წამოვიდა და ჩვენც ვეცით პატივი ბავშვის გადაწყვეტილებას და დავარქვით ეს. რამდენი რაც ფუნქციონირებს უკვე? ჩვენი სალონი ფუნქციონირებს 5 წელია უკვე. 5 წელია. და ჩვენ ტელემაყურებელი, ჩვენი ქართველი ემიგრანტები და არა მხოლოდ შეიძლება აქ იყო ჩამოსული სრულიად ტურისტულად, ისვენებდი ათეში, შეგიძლიათ მოკლედ ესტუმროთ beauty house კივიადუს 93. რა მომსახურების მიღება შეუძლია აი აქ მოსულ ადამიანს ქართველია. დაწყებული ფრჩხილიდან, გამთავრებული თმის მოწესრიგებით. აი ეს ადგილი ჩვენ სადაც ეხლა მოვცალით მოკლედ. არაჩვეულებრივი გოგონაკავს, რომელიც ამ ეტაპზე წასულია საქართველოში რაღაც აუცილებლობის გამო და ის არაჩვეულებრივი სპეციალისტია თავის საქმის. ის ლაზერული ეპილაცია. რა თქმა უნდა. შევამჩნიე, ვინ ხავს სტატუსი, აი 1-2 მარტო. სტატუს ხატავდა არაჩვეულებრივი უნიჭერესი ბიჭი ყავდა, მაგრამ ვინაიდან დაქორწინდა, მან არ გადაწყვიტა აქ ცხოვრების გაგრძელება და დაბრუნდა სამშობლოში, კი. თქვენ როდის ბრუნდებით ქალბატონებინა და ქალბატონებინა საქართველოს? აქ არის უკვე რთული კითხვა, როდის ბრუნდები. არ ვიცი. პასუხი არ არის. როდის ბრუნდებით? ძალიან ჯერ არ გადაგვიწყვეტია. არ გადაგვიწყვეტია, იმიტომ რომ ჯერ შემიძლია, რომ ვემსახურო ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს. აქ მყავს პატარა 2 შვილიშვილი, რომლებიც მილამაზებენ. კი, მყავს ბიჭი, უმცროსი ბიჭი აქ მყავს, რძალი მყავს, 2 შვილიშვილი მყავს და ცოტა მილამაზებენ, ასე ქვია. აი ესე ბედნიერად ცხოვრობთ, ცოტა მონატრება სამშობლოდან, ცოტა მონატრებას აქ ბავშვები მაგძნობინებენ და მიქარვებენ ამ ყველაფერს და დღეს გადასახედიდან ქალბატონო ირინა წარსულში რომ დაგაბრუნდათ. გადადგამდით ამ ნაბიჯს გახდებოდით ემიგრანტი? არა. იცით რა? რაც უფრო მეტს აკეთებ, მეტია საჭირო. ალბათ არ წამოვიდოდი, არ გადავწყვეტავდი. უკეთესია იყო შენ შვილებთან ერთად. შენ შვილებთან ერთად იცხოვრო, თუნდაც ისე კინაჭერი პური გქონდეს. ამაზე მეტ ბედნიერება ცხოვრებაში არაფერი არ არის. და მე ვცდილობ, რომ ჩემს შვილებს ისეთნაირად დავეხმარო, რომ მათ არ მიატოვონ, არ გადაწყვიტონ. ზუსტად. მე მინდა რომ მათ თავის ოჯახი იყოს სრულყოფილად. და ალბათ შევძლებ. ალბათ მე ნამდვილად ვჭირდება საქართველოში ადამიანები, რომლებიც აი აქ არიან წარმატებულები. დამერწმუნებთ, რომ საქართველოშიც იქნებით თქვენ წარმატებული, გელოდებით იქ ჩვენ სამშობლოში და რას ეთქვით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს მიმოფანტული. სოფლიოში არ დარჩა ადგილი, სადაც ქართველს არ დაუდგამს ფეხი და არ დარჩენილა ემიგრაციაში. დიდი სიყვარულით ჩემს ლიგია მუშკუტიანს, არაჩვეულებრივ ადამიანს
უღრმესი მადლობა სიყვარულისთვის, სითბოსთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს ემიგრანტებისთვის და ჩვენ ერთმანეთისთვის ვაკეთებთ. ასევე მინდა უღრმესი მადლობა ჩვენ დონარას. დონარა არის ყველასთვის მართლა სამაგალითო ადამიანი. ადამიანს არ აშინებს არც ავადმყოფობა, არაფერი, რა დროსაც არ უნდა დაურეკო, ის უკვე მზად არის, რომ ჩვენ გვერდში გაჩნდეს. ძალიან ბევრი ვერ ჩამოვთვლი, რა თქმა უნდა. ბევრია, ვინც ერთმანეთის სიყვარული ვასწავლეთ, ერთმანეთის გვერდით დგომა ვასწავლეთ, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს არის ალბათ 100%-დან 20%. ვისაც შეგიძლია ნდობა, სიყვარული და მეგობრობა. მე ყველა ემიგრანტს, მსოფლიოს ემიგრანტებს, გაფანტულ ემიგრანტებს მივესალმო და გამძლეობა უსურვო და მინდა რომ პირველ რიგში ჩვენ თავს უნდა გავაძლევინოთ, რომ ჩვენ რო ძლიერები ვიქნებით, ეს ჩვენი ოჯახებისთვის ძლიერი იქნება. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მიუხედავად მცირე დროს გვესტუმრე, ჩვენი აზრი გაიზიარეთ და ეს სიყვარული გვაჩუქე და ალბათ კიდევ და კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, უფრო მეტი დრო გვექნება, რომ უფრო კარგად გავიცნოთ ერთმანეთს. ისე ვერ წავიდოდი მე სამშობლოში, რომ თქვენთან არ მოსულიყავი. არ მომეყვანა მაიკო ასათიანი. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო თქვენი ოჯახის თითოეული ქართველი ოჯახის სტუმარი ტელეეკრანებიდან და ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე გეუბნებოდათ. გამარჯობა ჩემო მაყურებელო. მაიკო, მადლობა შენ, რომ მადლობა. ჩვენი ქართველი ემიგრანტები, მადლობა მე თვითონ ქართველ ემიგრანტს. ახლა ვამბობ, რომ ემიგრაცია თითქმის გამარტივდა, იმიტომ რომ მხოლოდ ეკრანია გამყოფი. მაშინ ეს ეკრანიც არ არსებობდა და ოჯახთან იყო კავშირი მხოლოდ როგორც თქვით წერილები და ბევრ ჩემს ქართველ ემიგრანტს უთქვამს გადაცემაში, რომ ეს წერილები დღემდე შენახული აქვს. უბრალოდ მელანი ცხრებლებმა წაშალა. რა თქმა უნდა. კი, ყველა წერილი მაქვს შენახული. ყველა წერილი. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისათვის, რომ გამონახეთ დრო და ბოლოს რას გვისურვებთ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, ქალბატონო ირინა, ქალბატონო ნონა, რომელიც ჩვენ ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმნით და მათ ხმას მსოფლიოს ვაკონებთ. რა თქმა უნდა გისურვებთ, ძალიან რთულია ადამიანმა ეს ყველაფერი თავისი ხარჯებით, მაპატიეთ ამ გამოთქმაზე, ხო, თავის ხარჯებით, თავისი წვალებით, თავისი ყველაფრით გააკეთოს და ამდენი ემიგრანტის სიყვარული დაიმსახუროს. არ ვიცი, როგორ გითხრათ, მე გისურვებთ, რომ პირველ რიგში ეს ჯანმრთელობა, ეს რწმენა, ეს სიყვარული, რაც ამ მონატრების ფერებში თქვენ გაქვთ ჩადებული, ეს გაგრძელებული იყოს უსასრულოდ. ძალიან დიდი მადლობა. ეს გაგრძელებული იყოს უსასრულოდ და ყველა ემიგრანტის სიტყვა საქართველოში ყველა იმ ადამიანისთვის მიგეტანოთ, მოესმინოთ და გაეგოთ. თუ ჩვენ ყველა ემიგრანტი რას გავდივართ და ამ დროს ჩვენთან ერთად თქვენ რას გადიხართ, რომ ამ ყველაფერს ისმენთ. ქალბატონო ნონა, თქვენ რას გვისურვებთ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს? მე გისურვებთ ყველაფერს კარგს და დანარჩენი ღმერთისთვის მინია ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონებო მასპინძლობისათვის, რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ გადაცემა მონატრების ფერებში მონაწილეობა. წარმატებები მინდა გისურვოთ, ძალიან ბევრი კლიენტი მინდა გისურვოთ. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ ვინც ახლა გადაცემა მონატრების ფერებს უყურებს და იმყოფება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, აუცილებლად ესტუმრეთ წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის გვერდზე მდებარე სილამაზის სალონს Beauty House და აქ ნამდვილად იზრუნებენ თქვენს სილამაზეზე. მე კი მადლობას გადავხდი ჩვენს ქალბატონებს მასპინძლობისათვის, რომ გამონახეს, რომ ეხლა დარეთ უბრალოდ რომ განახათ რამხელა რიგი დგას, რომ მე მოვტაცე ქალბატონები რამდენიმე საათით იმისთვის, რომ თქვენთვის სათქმელი ნამდვილად ეთქვათ, ფერყურებით. გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ და ქართველი ემიგრანტების ხმას მსოფლიოს ვაკონებ. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის
დაგეგმაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს ჭკვია ქალბატონს ლიგია მუშკუდიას, რომელიც ყოველთვის ზრუნავს, რომ გადაცემა მონათლების ფერები იყოს ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი და ყველა ქართველ ემიგრანტს აძლევს საშუალებას, რომ თავისი სათქმელი მოუყვეს მსოფლიოს. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოქვევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონათლების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ძალის ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემის ხილვა შეგიძლიათ ასევე My Video-ზე, ხოლო მნიშვნელოვანი კადრების ნახვა კი TikTok პლატფორმაზე. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონათლების ფერები და აქვე გეტყვით, რომ ჩვენს უსაფრთხო მგზავრობას საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია „დაკითრეველი“, რომელიც მე ეს თქვენთვის შევქმნი. გემშვიდობებით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონათლების ფერები.